მოგესმით. ესე იგი, მოიცა დავიწყოთ, ხო? პირველ რიგში ესე ვთქვათ 14 დეკემბერი, რომელიც იყო ესე ვთქვათ გარკვეული დაგვირგვინება ამ დადებითი რეკომენდაციის, რომელიც თითქმის ერთი თვით ადრე გაიცა ევროკომისიის მიერ და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ერთი ნაბიჯი წინ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსი. თქვენი შეფასება ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ნახეთ ამ ღონისძიებებზე კომენტარები, ყველაფერი ასე შემდეგ და პრინციპში რამდენიმე დღე გავიდა და შეგვიძლია რაღაცა ემოციებისგან დაცლილი კომენტარიც მოვისმინოთ, ასე ვთქვათ, ხო? რა მივიღეთ და რა არის ამის, ასე ვთქვათ, შედეგი, რა გვაქვს აი ამ რამდენიმე დღის თავზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მესალმები ტელემაყურებელს. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ პრინციპში საერთო კომენტარი მასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და პირველ რიგში ეს ნიშნავს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს. გზავნილს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისკენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისკენ და არა მარტო ხო ჩვენ გარშემო ქვეყნებისკენ, სახელმწიფოებისკენ, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. თქვენ გახსოვთ რომ სერიოზული დისკუსია წარიმართებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი ტყუილი ისმოდა იმის შესახებ თუ რას მოიტანდა კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე იყო გაჯერებული სიცრუით ეს დისკუსია. კერძოდ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, ეუბნებოდნენ ხალხს, რომ კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყო ფინანსურ სარგებელთან, ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელთან, დაკავშირებული იყო ეკონომიკურ წინსვლასთან და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით სიმართლეს, საზოგადოებას და არ ვატყუებდით, არ ვეუბნებოდით ამას, რომ იქნება დიდი ფინანსური სარგებელი, მილიარდობით ევრო, ამაზე იყო საუბარი, თუ არსები ასახელებდნენ 17 მილიარდ ევროს. 17 მილიარდი ევრო, ეს არის საერთო კალათი, რაც არის განკუთვნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. და ამაში შედიან როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასევე ასოცირებული ქვეყნებიც. და მათ შორის კანდიდატ ქვეყნებსა და არა კანდიდატ ასოცირებულ ქვეყნებზე ერთიანი მიდგომით ნაწილდება ეს თანხები, ანუ პროპორციულად ნაწილდება ეს თანხები, არაერთი განსხვავება არ არის კანდიდატებსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის. ანუ იყო უამრავი სიცრუე, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ფინანსური სარგებელი, ეკონომიკური სარგებელი, მილიარდობით ევრო და ეს შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა უთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ფინანსური ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ხელშესახების სარგებელი, მაგრამ გადაერთხელ გავიმეორებ, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს ეს გზავნილი დამატებით სტიმულს იმისა, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტეგრაციის. რა შინაარსის გზავნილია? შეგიძლიათ ამ პირობითად პოლიტიკური გზავნილი, რა შინაარსის მატარებელია ეს გზავნილი? საბოლოო ჯამში ამით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ რა თქმა უნდა თანმიმდევრულად გაგრძელდება წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი, რასაც მოიცავს თავის თავში კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. მოდით ჩვენ გვისაუბრია, ვიდრე სტატუსის საკითხი გადაწყდებოდა მანამდე ამ თემებზე, თუმცა ახლა უკვე ვიცით კონკრეტულად, ხო, შედეგი ვიცით, ასე ვთქვათ, პირობითად. ანუ ჩვენ მანამდე საუბრობდით როგორც თეორიულ შესაძლებლობაზე, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა მონიჭების შემთხვევაში და ასე. ახლა როგორც უკვე დამდგარი ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ეს, ვთქვათ, კანდიდატის სტატუსი, ხო? თქვენი შეფასებით რამ გადაწყვიტა ის, რომ ახლა ამ წუთას აი ეს პოლიტიკური გზავნილი, რომელზეც ახლა ისაუბრეთ თქვენ, ამისთვის ევროკავშირი გახდა მზად, რომ ეს პოლიტიკური გზავნილი გაიკეთებინა, იმიტომ რომ ერთი გვახსოვს, რომ წელიწადნახევრის წინ მსგავსი პოლიტიკური გზავნილი არ გააკეთეს. მე მგონია, რომ აქ საქმე არ იყო ევროკავშირში და ჩვენ ამას ღიად ვაკეთებდით განცხადებს. თავის დროზე შარშან ივნისში ევროკავშირის ინტერესებში იყო ჩვენი ხმარწმენით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არაფერში არ ჭირდებოდა ევროკავშირს ის სცენარი, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში და მე შეგახსენებთ რა იყო ეს პროცესები, ხო, რომელიც ქვეყანაში ვიხილეთ.
ეს იყო ივნისში რევოლუციის მცდელობა, ეს იყო პოლარიზაციის გაღრმავება და ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, სწორედ კანდიდატის სტატუსის თემას იყენებდა დამატებითი პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს ევროკავშირს არაფერ შეიჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზს იმ რეალობას, რომელიც არის, ხო? ევროკავშირში გადაწყვეტილები მიიღება კონსენსუსის წესით. 27 ქვეყანა ერთსულოვნად ერთხმად იღებს გადაწყვეტილებებს, ერთი ქვეყანაც რომ გამოაკლდეს, ამ შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილება აღარ იქნება მიღებული. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა რეალურად შარშან ივნისში, გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზეწოლის ბერკეტი, ზემოქმედების ასე დავარქვათ ბერკეტი, კონკრეტულ სახელმწიფოებზე, ქვეყნებზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ანუ ეს იყო არა ევროკავშირის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო გარკვეული გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ერთი ქვეყანა საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნის სასარგებლოდ არ იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ეს ეხება კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება წლევანდელ რეალობას, იმ ძალების ინტერესებშიც აღარ შედიოდა უკვე ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ძალებისთვის კანდიდატის სტატუსის თემა გაცვდა როგორც რევოლუციის მოწყობის იარაღი. აქედან გამომდინარე, ინტერესიც იყო შარშან, იგივე ინტერესი აღარ იყო რელევანტური წელს, შესაბამისად აღარ დაიბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც წელს იყო ევროკავშირის ინტერესებში ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება და არც შარშან იყო, მაგრამ შარშან სამწუხაროდ არასწორი მიმართულებით განვითარდა პროცესები. კი ბატონო, მოდით ახლა შემდეგ ნაბიჯზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არსებობს 9 დათქმა, რომელიც ევროკავშირმა, ასე ვთქვათ, პირობად წაგვიყენა შემდეგი ნაბიჯის გადასადგმად და შემდეგი ნაბიჯი არის გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დაწყება, ხო? რა ხდება ამასთან დაკავშირებით? როდის ვადები რა გვაქვს, როდის ვიწყებთ ამ პროცესზე მუშაობას და როგორ ვიწყებთ? არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაამტკიცა სამთავრობო კომისიამ. ამ სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი თითოეული ღონისძიება. ხორცდები ჯერ არის გასაჯაროებული. არის, თუმცა ამას წინ არაფერი უდგას. იმიტომ გითხულობ, რომ მე არ მინახავს, რომ მაინტერესებს თქვენგან. ხო, ალბათ სასურველი იქნება, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს. რეალურად სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა დღემდე ევროკომისიასთან წარიმართება კონსულტაციები, თუმცა არის რა თქმა უნდა საზოგადოების ინტერესი, მედიის ინტერესი და ჩემი გადმოსახედიდან სასურველია, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს. ალბათ უნდა დავალაპარაკოთ ამაზე ევროკომისიის წარმომადგენლებს. გასასაიდუმლოებელი ბუნებრივი არაფერია ამ სამოქმედო გეგმაში. არის მარტივად გაწერილი თითოეული პუნქტი, არის 9 პრიორიტეტი და 9 პრიორიტეტის გასწვრივ არის მითითებული კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. თქვენ გახსოვთ, ჩვენ წარუდგენეთ თავის დროზე ამ ფორმით 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა, ეს მოხდა შარშან ივნისში და ზუსტად მივყევით ამ გეგმას. პასუხისმგებელი სუბიექტები, ვადები და ყველაფერი იყო დაცული. ზუსტად ასევე ვგეგმავთ ამ ახალი სამოქმედო გეგმის შესრულებასაც ძალიან მკაფიო მიდგომით ვფიქრობთ, რომ უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი. არიან პასუხისმგებელი სუბიექტები, არის გაწერილი კონკრეტული ვადები. შესრულება უკვე დაწყებულიც კი არის. თქვენ თუ ჩახედავთ, როცა ეკნებათ ამის საშუალება სამოქმედო გეგმას, ნახავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ვადად იყო მითითებული დეკემბრის დასაწყისიც კი. ან დეკემბრის ბოლო, გარკვეულ შემთხვევაში იანვარი, თებერვალი და შემდეგ. ანუ ეს ვადები არ არის გაწერილი მხოლოდ მაინც დეკემბრის ბოლოსთვის, მომავალ წლის დეკემბრის ბოლოსთვის, მუდმივ რეჟიმში უნდა შესრულდეს ცალკეული პუნქტები იმის მიხედვით, თუ რა პრიორიტეტია შესრულებელი. ამიტომ უკვე დაწყებულია რეალურად მუშაობა, სასურველია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს ეს სამოქმედო გეგმა, იმისათვის რომ საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ გვესახება ჩვენ ამ პრიორიტეტების შესრულება. არაფერი არ არის დასამალე ბუნებრივია და ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გასაჯაროვდეს. როდის ველოდებით მოლაპარაკებათა დაწყებას, ასე ვთქვათ. ანუ ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ზოგადად გაწელილია ხოლმე პროცესი, ცხადია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ესე ვთქვათ, ვადებში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გარკვეული ვადები შემჭიდროებული ხო, მაგალითად 1 წელიც არ დაჭირდა, 1 წელი დაჭირდა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ხო, წელიწადნახევარი. ივნისში მიანიჭეს შარშან კანდიდატის სტატუსი, წელიწადნახევარში გახსნეს მოლაპარაკებები. ჩვენ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ უფრო მალე, უფრო მალე გაიხსნება მოლაპარაკებები. რა ინფორმაციაც გვაქვს უშუალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.
დეკემბერში იგეგმება ამ საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპოლის საბჭოს დონეზე. ანუ ერთ წელიწადში სტატუსის მინიჭებიდან საუბარია მომავალ წლის დეკემბერზე, ერთ წელიწადში უკვე უნდა გადაწყდეს ჩვენი პრინციპში აუცილებელია რომ ეს 9 დათქმასთან დაკავშირებით არსებობდეს დადებითი ასე ვთქვათ ანგარიში, ხო? ევროკომისიის დადებითი ანგარიში და ევროპოლის საბჭოს შემდეგ დადებითი გადაწყვეტილება, ну უკვე დაწყებულია როგორც ვთქვი მუშაობა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ერთ წელიწადში მოლაპარაკებების გაიხსნა. მოდი თქვენ ერთი რამე ახსენეთ წეღან და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. არსებობს გარკვეული ქვეყნები ევროკავშირში და პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვისაც კონკრეტულ მომენტში კანდიდატის სტატუსი იყო რევოლუციის მოწყობის ინსტრუმენტი, ხო? სწორად გავიგე. ხო, ზემოქმედება იყო კონკრეტულ ქვეყნებზე. რამდენად შეიძლება ამ შემთხვევაში უკვე წევრობის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების საკითხი გახდეს იგივე ტიპის ინსტრუმენტი ამ ქვეყნებისთვის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ პროცესი, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, ძალიან ახლოს არის საარჩევნო პროცესთან. რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა ჩვენ წარმატებით გადავლახეთ ის ბარიერი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და აქედან გამომდინარე, უფრო თავდაჯერებული ვართ ახლა, ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების გაიხსნება ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, სირთულეები შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთა ინტერესებში შეიძლება არ შედიოდეს საქართველოში პროცესების სათანადოდ წარმართვა. და ამ ძალებს აქვთ მათ შორის კონკრეტულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების რესურსი, მაგრამ ეს ბარიერი გადავლახეთ, ასეთთან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ მომავალ წლის დეკემბერშიც დაიძლება ეს ბარიერი, გაიხსნება მოლაპარაკებები ჩვენი. ბატონო, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ აქ ერთ-ერთი პუნქტი ამ 9 დათქმიდან არის არჩევნებთან დაკავშირებული, ხო? საუბარია იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს, ასე ვთქვათ, მოელის ევროკავშირი ჩვენგან თავისუფალი და სამართლიანი თავისუფალ შეჯიბრებებებზე დაფუძნებული არჩევნების ჩატარებას და ხაზგასმულია განსაკუთრებით 2024 წელს. ანუ ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენთან ან პირობითად ავიღოთ შემდეგი წლის 1 წლის თავზე, თქვა დეკემბერი, ისევე როგორც წელს იყო, ხო, დეკემბერში და შუა წელს ზაფხულზე ხდება ხოლმე ევროპული საბჭოს, ესე ვთქვათ, სხდომები, სადაც ამ ტიპის საკითხებს განიხილავენ, ხო? შესაბამისად თქვა დეკემბერი ავიღოთ, ხო? დეკემბერი ეს არის პერიოდი და მის წინ ნოემბერი, როცა ანგარიში გამოქვეყნდება თეორიულად, ანუ აქ უკვე ჩატარებული არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების შედეგს სავარაუდოდ ამ ანგარიშზე, ამ თქვა დასკვნაზე, რომელსაც ევროპული კომისია გასცემს, ექნება თავისი მნიშვნელობა, ხო? რა ასეულდებით ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც აქ არის 2024 წელს განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა მოხდეს ეს თავისუფალი სამართლიანი და კომპეტენტური, კომპეტენტური ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, შეჯიბრებითობის, თავისუფალ შეჯიბრობითობის უზრუნველყოფას დაფუძნებული არჩევნების ჩატარება. ჩვენ კარგად მომზადებული ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს, ვიცით რომ კანონმდებლობა ფუნდამენტურად შეიცვალა და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება საარჩევნო პროცედურებზე. არჩევნების დღისთვის ფუნდამენტურად იცვლება პროცედურები და როგორც მოგეხსენებათ, შემოდის ელექტრონული გენჯისხრის წესი. ამორჩეულთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით და ასევე გენჯისხრად ხმის დათვლა განხორციელდება ელექტრონული წესით. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, თქვენ გახსოვთ იყო სერიოზული სირთულეები არჩევნების დღეს, მათ შორის იყო ადამიანური შეცდომები, დაუბალანსებელი უქმები, ეს არის 30 წლიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გვარდება იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა კანონმდებლობა და შემოდის ელექტრონული რეგისტრაცია, ელექტრონული გენჯისხრა. ანუ არჩევნების დღისთვის რაც იყო პრობლემური საკითხი თუ სასპეკულაციო საკითხი, ყველაფერი პრაქტიკულად ერთ ხელის მოსმით მოგვარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ძალიან უჭირთ ჩვენს ოპონენტებს აქცენტის გაკეთება არჩევნების დღეზე და ახლა ცდილობენ რომ აქცენტები გადაიტანონ წინა საარჩევნო პერიოდზე. წინა საარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, ინტენსიური წინა საარჩევნო ფაზა იქნება ორთვიანი, სექტემბერი, ოქტომბერი, არსებითად ივლისიდან ალბათ მეტნაკლებად გახურდება უკვე საარჩევნო კამპანია. ყველა შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს და თუ პრეტენზიები იქნება, რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება ამ პრეტენზიების წარმოქმნა, მაგრამ ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად ისე, რომ საფუძველი არ იქნება არავის
მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების. თუ იქნება კრიტიკა, მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში პასუხისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი კონკურენტული არჩევნების შეტანაზე ამ ქვეყანაში. თქვენ ახსენეთ კანონმდებლობას აარჩევნო და ეს შემდეგი პუნქტის, ასე ვთქვათ, თემაც არის აი ამ დათქმებიდან. აქ ხაზგასმულია მათ შორის ასეთი საკითხი, როგორც არის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მეუკერძოებლობა ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციების და პირველი არის საარჩევნო ადმინისტრაცია, ხო? ანგარიშში, რომელიც მათ შორის კომისიამ გამოაქვეყნა, გარკვეული თვალსაზრისით მითითებით არის პრობლემურად აღნიშნული ის ცვლილებები კანონში, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევა და განსაკუთრებით მის თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს, ხო? ამის გადახედვა რამდენად იგულისხმება ამ წესის მაგალითად, ხო? ანუ საარჩევნო უпроსტოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის მაგალითად. მე მომწევს ცოტა განმარტო ეს საკითხი. ну რაც ხდება საარჩევნო ადმინისტრაციას. პირველ რიგში სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საკმაოდ მაღალია ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ასევე მინდა გავიხსენო, რომ 2021 წელს ისე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო-ეროვნული არჩევნები, რომ არავითარი კრიტიკა არ ყოფილა სინამდვილეში საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, არ ყოფილა რაიმე არსებითი პრეტენზია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. მას შემდეგ ჩატარდა არაერთი შუალედური არჩევნები, მათ შორის ელექტრონული წესით, იქაც არ ყოფილა არავითარი კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ამ წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გამართული არჩევნების ჩატარება, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს ერთი. რაც ხდება თვითონ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურას, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო წესით შეირჩევიან კანდიდატები და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წესით, ანუ 76 დეპუტატის ხარდაჭერით, მოხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. რამ განაპირობა ცვლილებები, რატომ აღარ არის წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტი, ეს ერთი და რატომ აღარ მიმართავთ კვალიფიციური უმრავლესობის წესს უკვე საქართველოს პარლამენტში. რაც ხდება პრეზიდენტს, მე ისტორია მინდა გავიხსენო. თავის დროზე, როცა ასარჩევი იყო თავმჯდომარე, ასარჩევი იყვნენ ცესკოს წევრები, ორი წევრი. საქართველოს პრეზიდენტმა დაახლოებით 2 წელიწადნახევრის წინ შექმნა პრეზიდენტთან არსებული კომისია. ამ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს NGO-ებმა, რომლებიც ახლა ითხოვენ, რომ პრეზიდენტთან დარჩეს, ასე ვთქვათ, წარდგენის უფლებამოსილება. ამ NGO-ებმა, ყველაზე მდიდარმა NGO-ებმა გამოუცხადეს ბოიკოტი საპრეზიდენტო კომისიას. არ შევიდნენ კომისიაში. ну ეს კომისია შედგა მაინც და კომისიამ შესთავაზა პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელსაც მე ჩვენ დაუჭირეთ ხარი და ორი წევრობის კანდიდატი, რომელსაც ასევე დაუჭირეთ მხარი. ანუ წარიმართა სამართლიანი პროცედურა, შეირჩა 3 კანდიდატი, თავმჯდომარე 2 წევრი და ჩვენ მათ მხარი დაუჭერეთ. პრეზიდენტმა წარმოადგინა და ჩვენ მათ მხარი დაუჭერეთ. ეს მოხდა ერთხელ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია მათ მხარი არ დაუჭერა, მათ გარშემო ვერ მოგროვდა კვალიფიციური უმრავლესობა 100 ხმა, შესაბამისად მათი უფლებამოსილების ვადა იყო 6 თვე. ამის გამო 6 თვეში კიდევ ერთხელ მოგვიწია ამ პროცედურის გავლა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შექმნა კომისია, NGO-მა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, კიდევ ერთხელ დაუჭერეთ მხარი. ოპოზიციამ აქაც არ დაუჭერა მხარი. მესამედ კიდევ ერთხელ შეიქმნა კომისია, NGO-მა აქაც ბოიკოტი გამოაცხადეს. პრეზიდენტის კომისიამ შესთავაზა იგივე კანდიდატურები, ანუ მოქმედი ცესკოს თავმჯდომარე და მოქმედი 2 წევრი და პრეზიდენტმა აქ უკვე უარი თქვა მათ წარმოდგენაზე, ანუ სამართლიანი კონკურსის საფუძველზე კომისიამ დაადგინა, რომ ისევე 3 იყო საუკეთესო კანდიდატი. თუმცა პრეზიდენტმა იმ საბაბით, არა საფუძვლით, არამედ საბაბით, რომ ამ კანდიდატებს ხარი არ დაუჭერეს, მაგალითად სალომე სამადაშვილმა, ლევან ხაბიაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, გუბა სანიგიძემ და სხვებმა, ამის გამო აღარ წარმოუდგინა პარლამენტს შესაბამისი კანდიდატურები, რის გამოც სამართლიანობის პრინციპი დაირღვა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ გადავხედოთ წარდგენის წესს, ეს ერთი. რაც ხდება კვალიფიციურ უმრავლესობას. ზოგადად, არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, ვერ დაგვისახელეს ვერც ერთი სახელმწიფო, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, თავმჯდომარე წევრები, ან მსგავსი თანამდებობის პირები აირჩევიან კვალიფიციური უმრავლესობის წესით. რატომ? იმიტომ რომ ეს არის აბსურდული წესი, ამაზე ბევრი გვისაუბრია და აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტანდარტული უმრავლესობით 76 ხმით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაც არის ყველაზე რაციონალური პროცედურა. დღევანდელი პროცედურა, რომელიც თავის დროს გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და ამიტომ აისახა საარჩევნო კოდექსში, არის აბსოლუტურად ირაციონალური და არის უპრეცედენტო. ჩვენ არ გვჭირდება უპრეცედენტო და ირაციონალური რეგულაციები.
საარჩევნო კოდექსში გვჭირდება სათანადო წესი, რომელიც უზრუნველყოფს CSKO-ს სათანადო ფუნქციონირებას და არ დაბლოკავს CSKO-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი არგუმენტები ვენეციის კომისიის მხრიდან, ევროკომისიის მხრიდან, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს მიერ ინიციირებული ცვლილებები არის არაგონევრული და შექმნის რაიმე პრობლემას. კიდევ ერთხელ იქიდან რაღაცა დასკვნები არის მოსული ამ კანონებთან დაკავშირებით? ეს დასკვნა არ არის სამართლებრივი. კი, შემოსულია დასკვნა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა. ჩვენ გვჭირდება ვენეციის კომისიისგან, რა თქმა უნდა, სამართლებრივი დასკვნა. და რას გულისხმობ ამაში? სამართლებრივი დასკვნა უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ არგუმენტებს. ერთ-ერთი რაც წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში, არის ის, რომ თავის დროზე ცვლილებები ეფუძნებოდა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, იყო გარკვეული კონსენსუსი მიღწეული, ეს არ იყო კონსენსუსი, ეს იყო ძალდატანებული შეთანხმება, ესაც კარგად მოგეხსენებათ. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმებას და ამის გამო გვირჩევს ძველი წესის დატოვებას. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, მოელიქება ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ დასკვნას თუ ეს არის ის რაც ეს შემოსულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის. სამართლებრივი დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ეს არ არის უპრეცედენტო, ეს არ არის ირაციონალური, ეს უზრუნველყოფს ქმედითი CSKO-ს ფორმირებას და ეს შემდეგ, კი ბატონო. მაგრამ ჯერ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, და ანუ რეალურად ახლა აი CSKO-ს გაუმართავი CSKO ნიშნავს გაუმართავ არჩევნებს. დამეთანხმებით ალბათ, რომ არაფრის ფასად არ შეიძლება ჩვენ ეჭქვეშ დავაყენოთ ეს ყველაფერი. ხო, გამორიცხულია. თუ არჩევნები გამართულად ვერ ჩაატარეთ, არაფერს აღარ აქვს. პირობითად ესე ვთქვათ. ერთის მხრივ შევხედოთ მესმის თქვენი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოთამაშეები, თამაშის მოთამაშეები არიან რადიკალურები, ვთქვათ, ხო? ან პოლიტიკურ ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. რადიკალურები, რაღაც ასე შემდეგ, ვთქვათ, არაადეკვატურები გარკვეულ მოცემულობაში და ასე შემდეგ, ვთქვათ, ესე თქვენი არგუმენტაცია რო დავალაგოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ესე ვთქვათ ის პოლიტიკური ველი, რომელიც პოლიტიკური ველიც არის ჩამოყალიბებული. ეს არის მოთამაშეები, ასე ვთქვათ, ხო? და თუ ეს მოთამაშეები არ შეთანხმდებიან გარკვეული თამაშის წესებზე და მათ შორის არ შეთანხმდებიან არბიტრზე, რომელიც იქნება, ვთქვათ, განსაზღვრელი, ასე ვთქვათ, მოთამაშეები უნდა შეთანხმდნენ, რომ არბიტრი არის მიუკერძოებელი. ხო, ამ შემთხვევაში CSKO-ს თავმჯდომარე. მაშინ საკმაოდ რთული იქნება მოწინააღმდეგე დაარწმუნოთ იმაში, რომ თამაშის შედეგი არის ამართლიანი, ხო? იმიტომ რომ თუ თქვენ მარტო ერთპიროვნულად, ერთპარტიულად ამტკიცებთ CSKO-ს თავმჯდომარეს, ანუ ირჩევთ არბიტრს თამაშში. შესაბამისად, მათი მხრიდან პრეტენზიების მეტი საფუძველი არსებობს, არ ფიქრობთ ასე? რატომ ამტკიცებს CSKO-ს თავმჯდომარეს ყველა შესაბამის ქვეყანაში უმრავლესობა? იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის მაგალითად რო ავიღოთ უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, თქვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში გეტყოდნენ, რომ უმრავლეს შემთხვევებში ევროპულ ქვეყნებში არსებობს კოალიციური მთავრობები და უმრავლესობით რო ამტკიცებს, ნიშნავს, რომ კოალიციამ დაამტკიცა უკვე და არსებობს შეთანხმება. მაგრამ უმრავლესობა, თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკაც ნახოთ, სადაც კოალიციური მთავრობა არის, სადაც ასეთი კანდიდატურები გამოდის კენჭისყრაზე, იქ ოპოზიცია არ უჯერს ხოლმე ხარს ასეთ კანდიდატურებს. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი. იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციის არსი, რომ ყველაფრის მიმართ უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ადმინისტრაციის წევრები არ არიან ლეგიტიმური. ეს არის დემოკრატიის პრინციპი. ჩვენ თუ დემოკრატიის პრინციპს თავდაყირა დავაყენებთ და თუ ვარყოფთ მის მთავარ ელემენტს, და ეს არის უმრავლესობის პრინციპი. დემოკრატიული სისტემა, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა დგას უმრავლესობის პრინციპზე. რა თქმა უნდა, უმცირესობის ინტერესების დაცვის პირობებში, მაგრამ უმრავლესობის პრინციპი არის გამსასწრელი. სწორედ ამიტომ ხდება ყველა ქვეყანაში, არის რამდენი უნგრეთში არის ერთ-ერთი სადაც გენპროკურორი აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, ან ასეთების თანამდებობის პირი და ბელგიაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. თუ არ ვწდები, ერთ შეიძლება იყოს კიდე სადმე არ ვიცი, მაგრამ სხვა პრეცედენტი არ არსებობს. რატო? იმიტომ კი არა, რომ სადღაც გერმანიაში ან ირლანდიაში ნაკლები პოლიტიკური კულტურა, ეს არის დემოკრატიის წესი. რომ გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის პრინციპით. კოალიციაც რო ავიღოთ, ან თუნდაც ერთპარტიული მთავრობა, ხო? ანუ პრინციპი თავი რა არის, რომ როცა იკვრება უმრავლესობა პარლამენტში, ეს უკვე საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს კოალიციური მთავრობის პირობებში, ხო? ამის მიღმა მინი კოალიციების ფორმირება კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო არის პრაქტიკულად შეუძლებელი. როცა ხდება CSKO-ს, რატო ვერ მოხდა თუნდაც აქ
ცესკოს ან პრეტენზია არ ქონიათ არც მოქმედი თავმჯდომარის მიმართ, არც მოქმედი წევრების მიმართ, ნული პრეტენზია. მაგრამ ოპოზიცია, ხო, შესაბამისად მას აქვს ინტერესი, რომ ყველაფერთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, პოზიცია დააფიქსიროს. ეს არის, ეს დემოკრატიის ნაწილია, კი, ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყანაში გვყავს რადიკალური ოპოზიცია და მათი მხრიდან, უხეში ფორმით ხდება, რა ქვია, ნებისმიერ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლომდე შეიძლება ვერც გამომთქვინო ამაში ოპოზიცია და არ უჭერს ხარს. შენ განდობს პასუხისმგებლობას კონკრეტულ თანამდებობის პირებზე. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქ რა ხდება ისეთ, რომ როდესაც ყოველ ჯერზე ხდება რაღაც შემთხვევებში კვალიფიციური უმრავლესობის წესის შემოთავაზება, ამით თავდაღირად დგება დემოკრატიის პრინციპის მთავარი ელემენტი, რაც არის განსაზღვრული ნებისმიერ განვითარებული ქვეყნისთვის. ეს არის უმრავლესობის პრინციპი. მინი კოალიციების ფორმირება კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო არის შეუძლებელი. სადაც არის დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობა გარკვეული გადაწყვეტილებებისთვის, ამის მთავარი მიზანი არის ხოლმე არსებითად გადაწყვეტილების არ მიღება, არა მიღება, არამედ არ მიღება. მაგალითი არის კონსტიტუცია. ყველაზე ნათელი მაგალითი. იმიტომ არის დადგენილი კონსტიტუციის მისაღებად 2/3 ან 3/4, არა იმისთვის, რომ ფართო კონსენსუსით მიიღო კონსტიტუცია, მაგრამ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაბრკოლდეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი რეგულაციის შეთავაზება ხდება თანამდებობის პირების არჩევისთვის. როგორ შეიძლება შემოგთავაზონ თანამდებობის პირის არჩევისთვის ისეთი რეგულაცია, რომელიც პრაქტიკულად და ყველა თვალსაზრისით ბლოკავს გადაწყვეტილების მიღებას. ვენეციის კომისიაც კი, როდესაც გვირჩევს ხოლმე რაღაც საკითხებში კვალიფიციური უმრავლესობის წესის შემოღებას, იქვე გთავაზობს ეგრეთ წოდებულ ანტიჩუხურ მექანიზმს, რაც საერთოდ აბსურდია. არსად არ არის აპრობირებული განვითარებულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული ანტიჩუხური ვიღაცა მოიფიქრა 1917 წელს და მის მერე წერენ ყველა დასკვნაში. თავისთავად აბსურდულია ეს ანტიჩუხური მექანიზმი, მაგრამ თვითონ გვთავაზობენ ხოლმე, რომ არ გაიჭედოს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება, თანამდებობის პირის არჩევა, მაგალითად, თავაზობენ, რომ აი შემოიღეთ ანტიჩუხური მექანიზმი. აბსურდია ხა თუ ჩიხში შესაყვანელი პროცედურა გაქვს, ანტიჩუხური მექანიზმი, გაუგებარია, ხო? აბსურდია თავისთავად ეს ყველაფერი. მაგდან ჩანს, რომ რაღაცებს აქვს პოლიტიკური სარჩული, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები. საერთაშორისო პრაქტიკა, სამართლებრივი პრინციპები, ჩვენ ვსადვართ, რომ ამ დისკუსიაში ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. მე რატო ვსვამ ამ კითხვას არჩევნებთან დაკავშირებით, ერთის მხრივ ცხადია, რომ გასაგებია ობიექტურია და ლეგიტიმურია თავად ის ფაქტი, რომ ერთი წელიც კი არ რჩება არჩევნებამდე, ხო და ისეთი ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან არჩევნებამდე, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. მეორე ელემენტი ეს არის ის, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხით განისაზღვრება, ასე ვთქვათ, შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციასთან მიმართებაში და ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა, ასე ვთქვათ, მათ შორის მართველი პარტიის მონაწილეობით ევროინტეგრაციის საკითხი ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად განსაზღვრა, ასე ვთქვათ, ხო? მთელი ნარატივები ეწყობა იმაზე, ვინ არის ევროპული, ვინ არ არის ევროპული, ვინ შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ვინ არ შეუწყობს, ხო? და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა საბოლოო ჯამში, ხო? და აქ ერთი ლეგიტიმაცია აქვს კიდე ამას, გასულ კვირას სერბეთში ჩატარებული არჩევნების შემთხვევა, რომელიც ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მმართველმა პარტიამ, რომელიც ასევე 2012 წლიდან მართავს, ასე ვთქვათ, სერბეთს, ამ არჩევნებში მიიღო, აქ რამდენიმე არჩევნები ჩატარდა ერთდროულად, საპარლამენტო და ადგილობრივი, და თან ვადამდელი არჩევნები იყო. საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 47% თითქმის და მისმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ასე ვთქვათ, სერბეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 24%-მდე დაახლოებით. მაგას მსგავსი შედეგი, რაც ჩვენ გქონდა მაგალითად 2020 წლის არჩევნებზე, ხო? და აქ უკვე საინტერესოა პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს ახლა. გასაგებია, რომ ბელგრადის არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაშორება არ არის ასეთი დიდი, როგორც მაგალითად საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში 23%-იანი, იქ სადღაც 7-8% არის ერთმანეთთან დაშორება ბელგრადის არჩევნებთან მიმართებაში. და გვაქვს საპროტესტო აქციები. ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო და უბრალოდ არჩევნების შედეგებს არც ერთ ნაწილში. და მეორეს მხრივ სადამკვირვებლო მისიების რეაქცია, მე ციტატა მინდა რომ წავიკითხო ეუთოოდირის წარმომადგენლის სერბეთში დამკვირვებლის ესეთი პირველი შეფასება კომენტარი, რომელიც იყო.
საპარლამენტო არჩევნები და საინტერესოა ეს კომენტარი მათ შორის აი იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ წეგან ახსენეთ, ხო, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურასთან მიმართებაში. საპარლამენტო არჩევნები იყო ტექნიკურად კარგად ორგანიზებული და სთავაზობდა ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს. თუმცა პროცესი ხასიათდებოდა პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით, ამ შემთხვევაში ვუჩიჩის ჩართულობას გულისხმობდნენ არჩევნებში, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არის შეფასებული, რასაც თან ერთვოდა მმართველი პარტიის სისტემური უპირატესობა. ამან ერთობლივად შექმნა არასამართლიანი პირობები. ამას შემდეგ გამოეხმაურა ბორელის ოფისი, რომელმაც თქვა, რომ სერბეთმა აუცილებლად უნდა შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა. ხვდებით ალბათ რატომ წავიკითხე ეს ყველაფერი და რატომ იყო მე საინტერესო. ანუ ის რომ გვექნება, თქვათ, სამართლებრივად კარგად არჩეული, სწორად არჩეული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ის რომ გვექნება ტექნიკურად კარგად გამართული საარჩევნო დღე, ხმის მიცემის პროცედურა და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ამგვარი შეფასების შექმნის, ასე ვთქვათ, პრევენციას არ ახდენს. ზოგადად ვენესით რომ ერთი ნარაში ორჯერ ვერ შეხვა. და პრინციპში კამპანია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის ჩავლილი მდინარე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ ესწრება ამ მდინარეში შესვლას. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე პროცესებს. არ აღიარება, არ შემოსვლა და ეს შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ წინა შემთხვევაში ამას ჰქონდა სამწუხაროდ კონკრეტული უცხოელების მხრიდან ხარდაჭერა. გავიხსენებ მათ შორის სამწუხაროდ ყოფილი კონკრეტული ელჩები იყვნენ, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საბოტაჟის კამპანიაში, არ მინდა დავასახელო სახლები და გვარები, მაგრამ კონკრეტული დიპლომატებიც იყვნენ ჩართული ამ საბოტაჟის კამპანიის სხვადასხვა ფორმით, ხო, კულუარულადაც და საჯაროდაც. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესებს ვეღარ ექნება წარმატება. მათ შორის ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ იგივე დიპლომატების დამოკიდებულებაც არის შესრულილი და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება ეს ურთიერთობები. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ბევრად უფრო სამართლიანი, ვიდრე იყო თუნდაც 2 წლის წინ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე სად ვიქნებით არჩევნებისთვის, იმისათვის რომ გამართულად ჩატარდეს ეს არჩევნები და მეორე გვაქვს, რა თქმა უნდა, სამართლიანი შეფასების იმედი. გვაქვს მათ შორის იმის იმედი, რომ კონკრეტული საერთაშორისო დამკვირვებლები დაეყრდნობიან ობიექტურ მონაცემებს და რა მაგალითად იმ ასე ვთქვათ ჭორებს, რომლებიც წინა შემთხვევაში იყო ასახული NGO-ების ანგარიშებში. იმედი გვაქვს, რომ დამკვირვებლები არ დაეყრდნობიან манипуляციებს, რომელიც მაგალითად წინა შემთხვევაში განხორციელდა გახსოვთ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ამ შემდეგ, ხო? რომ ავიღოთ ანგარიშები, ხშირად ხდება ხოლმე რა? წერენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ იყო მაგალითად სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სავარაუდო მოსყიდვა, სავარაუდო დაშინება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. არსებობს არავითარი მტკიცებულება. უკაცრავად, ეს იმიტომ ვახსენე, სწორედ იგივე ტერმინები გამოიყენება სერბეთშიც ახლა. მოსყიდვის სერბეთში. მე პასუხობს კი. რაც ნახე ინფორმაციები ხმების მოსყიდვა სერბეთში ჩატარებულ არჩევნებზე, არ ვიცი, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორ ჩატარდა სერბეთში არჩევნები. გამიჭირდება ამის თქმა. იმიტომ რომ უბრალოდ არ ვარ ჩახედული ამ ყველაფერში. შეიძლება ჩატარდა ძალიან კარგად, შეიძლება ჩატარდა ხარვასებით, მაგრამ მე გამიჭირდება უბრალოდ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ კომპეტენტური არა ვარ. უშუალოდ ვერ გავაგვირდება ტერმინთან გავსებაზე. რა თქმა უნდა, ეს კი, ამიტომ რა თქმა უნდა ასოციაციურად ეს გარკვეულ შიშებს აჩენს, მე აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ჩვენთვის თავარი რა არის, რომ ჩვენთვის თავარი არის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის საარჩევნო დაკვირვების წარმოების პროცესში. წინა შემთხვევაში იყო სერიოზული ხარვისი რა, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შეეძლოთ ჩაეწერათ ყველაფერი საკუთარ დოკუმენტებში. ჩვენ ეს საკითხიც უნდა დავსვათ საზოგადოებასთან ერთად, რომ უნდა გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, დაკვირვების სტანდარტი. თუ არ გაქვთ ფაქტი, თუ არ გაქვთ მტკიცებულება, ჭორებზე დაყრდნობით არ შეიძლება ეს რაღაცები ჩაიწეროს, ხო? ანგარიშებში, როგორც არის სავარაუდო მოსყიდვა და ეს შემდეგ. არ შეიძლება ჭორაობა
საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშებში. ამიტომ უნდა გაიზარდოს დაკვირვების სტანდარტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად ვართ ამისათვის, რომ კონსულტაციები გაიმართოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ყველასთან მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. ჩვენ ერთ-ერთი ვითხოვთ ფაქტებს, მტკიცებულებს, როცა არის გარკვეული ბრალდებები გაჟღერებული. სადაც იქნება დასაბუთებული ბრალდება შესაბამისი ფაქტებით, იქ მზად ვართ რეაგირებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ სტანდარტი უნდა იყოს იმაზე მაღალი, დაკვირვების სტანდარტი, ვიდრე რომ იყო წინა შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი მხრიდან გამართულად ჩადარდება არჩევნები სამართლიანად, ეფექტიანად და იმედი გვაქვს, რომ ასეთივე სამართლიანი და ობიექტური იქნება დაკვირვებაც ამ არჩევნებში. ერთია რომ იმედი გაქვთ და მეორე არის რეალობა როგორ იქნება, ხო? მოდით ესე შევხედოთ, იმიტომ რომ აი ამ მუხლში, სადაც არჩევნები ან ახსენები, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მთლიანად უნდა უპასუხოს საქართველოს ეუზთა ოდირის რეკომენდაციებს, რომელიც წინ არჩევნებთან დაკავშირებით გაიცა და თქვენ უკვე ახსენეთ ის საკითხები, რომელზეც იყო საუბარი, ვთქვათ, ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება, ხმების მოსყიდვის საკითხი იქნება, თუ ვთქვათ, სხვა ტიპის გადაცდომები, რომელსაც ახსენებს ხოლმე ეუზთა ოდირი საკუთარ, ასე ვთქვათ, ანგარიშებში, ხო, საბოლოო ანგარიშებში, თან არა შუალედურში, არამედ საბოლოო ანგარიშებში. ამათ სრულად გათვალისწინებას ითხოვს, ესე ვთქვათ, ამ დათქმებში ევროკავშირი და მეტიც ეს საკითხები, რომელიც ეუზთა ოდირის მიერ ესე პრობლემურად იყო ნახსენები, იმ ანგარიშში, რომელსაც დაეყრდნო ევროკომისიის, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია, იმ ანგარიშში ეს ყველაფერი ხაზგასმული იყო, ნახსენები იყო ყოველ შემთხვევაში, ხო? ეს ერთი ელემენტია და მეორე ელემენტია ის, რომ სერბეთი არ არის, ასე ვთქვათ, შემთხვევითი ალტერნატივა, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, იმიტომ რომ მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურად გამოიყენა მაგალითად იმ გამოძიების დაწყება, რომელიც სერბი, ასე ვთქვათ, ტრენერების თბილისში საქმიანობას ეხებოდა, კანვასის შემთხვევას ვამბობ, ხო? ანუ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ანალოგიაა და ამიტომ მაშინ სად არის სიმართლე, ხო? ანუ ან ეს ხალხი, ამან ხალხის წინააღმდეგ გამოძიება ტყუილად დაიწყო ქართულმა ოცნებამ თუ უბრალოდ საგამოძიებო ინსტიტუტებმა, რომელიც ამ შემთხვევაში მართველი პარტიის მიერ არიან დანიშნულები და ასე შემდეგ, ან რაღაცა საფუძველი ამას ყველაფერს აქვს, ხო? საფუძველი რო ქონდა ამ გამოძიებას, ეს პირდაპირ გამოჩნდა იმ ვიდეო მტკიცებულებით, რომელიც გამოქვეყნდა, გასაჯაროვდა საზოგადოებისთვის. პირდაპირ მაგალითები იყო მოყვანილი იმ ძალადობრივი რევოლუციის, რომელიც განხორციელდა თავის დროზე სერბეთში. ძალადობრივი აქტები იყო მაგალითებად მოყვანილი, საზოგადოება მიიხილა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოძიების დაწყებას ჰქონდა ძალიან მყარი და კონკრეტული საფუძველი და მათ შორის ამას ჰქონდა სერიოზული პრევენციული დატვირთვა. იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, აღარ გაგრძელდეს უცხოური ჩარევით რევოლუციის დაგეგმა ჩვენს ქვეყანაში, ძალადობრივი აქტების, ძალადობრივი მოვლენების დაგეგმა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ გამოძიების დაწყებას ჰქონდა ერთი სამართლებრივი საფუძველი და მეორე ყველა თვალსაზრისით პრაქტიკული კუთხითაც იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციის თვალსაზრისით. სად არის ახლა ეს გამოძიება? ანუ რა იმდინარეობს გამოძიება წარიმართება, რა თქმა უნდა, თავისთავად ეს არის საკმაოდ რთული და დელიკატური საკითხი და ბუნებრივია, მე არ ვარ პასუხისმგებელი, რომ დეტალური ინფორმაცია გაუზიარო საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის შესაბამისი უწყებების, მათ შორის პირველი სახელმწიფო საკითხის პრეროგატივა, როცა ისინი ჩათვლიან საჯაროდ მიზანშეწონილად ამ ინფორმაციის პრომეტად გასაჯაროებას, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებენ. რაც შეეხება სერბების მონაწილეობას, თავის დროს ეს ადამიანები სერბეთში გეგმავდნენ რევოლუციას, ახლა მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ატარებენ ასეთ ტრენინგებს და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც განიზრახეს ასეთ პროცესების აგეგმვაში მონაწილეობა. ეს ცალკე საკითხია, გამოძიება ამასთან დაკავშირებით წარიმართება. მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც შეეხება რეკომენდაციას, რა უნდა მოხდეს მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და აშენება და შემდეგ, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ჯანსაღი რეკომენდაცია და ბუნებრივია ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ რეკომენდაციის შესრულებაზე. ბუნებრივია სტუნება არსებობს ყოველთვის არჩევნო პროცესში, რომ ასეთ დარღვევები განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ რაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას? წარმოადგენენ ფაქტები, მტკიცებულებები და ჩვენ გვექნება აუცილებლად რეაგირება. როგორც კი იქნება შესაბამისი დარღვევა, ჩვენ მხრიდან იქნება რეაგირება. კი ბატონო, მაგრამ ამ ფაქტების წარმოუდგენლადაც ამგვარი რეკომენდაციები ჩვენ გვინახავს, ხო? და ამგვარი, თქვა, შეფასებები, ესე დავარქვათ.
თქვენ თქვენ თქვით რომ იმედი გაქვთ რომ უფრო მაღალი ხარისხის იქნება ეს სადამკვირვებლო მისია და სადამკვირვებლო პრაქტიკა ესე ვთქვათ და პირველი რომ რა გაძლევთ ამ იმედს ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა იძლევა და მეორეს მხრივ გაქვთ თუ არა ქმედითი ინსტრუმენტი იმისათვის რომ აი ეს გავსი ტიპის ასე ვთქვათ დაუსაბუთებელი მსჯელობა როგორმე იყოს აღკვეთილი უფრო ღია დრო ვისაუბრო 2021 წელს რა ხდებოდა იყო ძალიან დიდი კოორდინაცია არ მინდა ძალიან ღრმად შევიდე მაგრამ იყო ძალიან დიდი კოორდინაცია იმისათვის რომ საქართველოში ჩატარებულიყო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები თავი მიზანი ხო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები იყო მთელი ეს საბოტაჟი მოლაპარაკებები და შემდეგ ემსახურებოდა ერთ-ერთ მიზანს რომ საქართველოში ჩატარებულიყო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები და შესაბამის დათქმას მიაღწიეს შესაბამისმა ძალებმა ხო ეს ხო ეგრეთ წოდებული 53%-იანი საარჩევნო ბარიერი რომელიც განისაზღვრა თვითმმართველობის არჩევნების თავი მიზანი იყო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმისათვის რომ შეცვლილიყო ხელისუფლება და იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მომზადებული ბჭყალებში შეხვედროდა უკრაინაში დაწყებულ ომს ეს ხო მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილება იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესად ბჭყალებში მომზადებული შეხვედროდა უკრაინაში დაწყებულ ომს ახლა ეს მიზანი იმ ძალებს აღარ აქვთ განსხვავებული კონტექსტია მათ შორის რეგიონში შექმნილი აქედან გამომდინარე მაქვს მე შედარებით მყარი იმედი რომ იგივე პროცესები არ განვითარდება გლობალური ომის პარტია არ ჩაერთვება ასეთ პროცესების დაგეგმაში ну ზოგადად ამ კუთხით ისედაც რესურსი არის ძალიან შეზღუდული თქვენ ხედავთ თლიანობაში რა ვითარება საზოგადოება ხო აკვირდება როგორ წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში ჩვენი დღევანდელი რეიტინგი აჭარბებს 55%-ს ანუ გაზრდილია ბოლო არჩევნებთან შედარებით ხო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა 48% თვითმმართველობის არჩევნებში 57% გაზრდილია ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი ამ შედეგთან შედარებითაც კი მაშინ დამაჯერებლად მოვიგეთ ერთი და მეორე არჩევნები ну აბსოლუტურად არის მოშლილია ოპოზიცია ხაბიშვილი არის ნაცმოძრაობის თავმჯდომარე გეზერაშვილი არის ლიდერი სააკაშვილის ციხეში ასეთ ვითარება ხო არეულია თავიდან ბოლომდე ოპოზიცია არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას ნაცმოძრაობის სატელიტებს არ აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი ეს არის დღევანდელი ვითარება ასეთ პირობებში რა თქმა უნდა რევოლუციის დაგეგმვაზე ფიქრიც უფრო რთულია შესაბამისად რა თქმა უნდა ოპტიმისტურად მოწყობილია მაგრამ ეს ოპოზიცია რა თქმა უნდა მათ შორის სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ესწრება იმ დინარში შესვლას რომელშიც მეორე ვერ შეხვდა და ამასთან ერთად არსებობს ერთი ასე ვთქვათ мотиваცია ამის გაკეთების არის ასეთი ბარიერი ახსენეთ თქვენ და აი ეს ეგრეთ წოდებული პატარა პარტიები რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ საკმაოდ დიდი იქნება მცდუნება ისაუბრონ იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა და იმიტომ ვერ გადალახეს ეს ბარიერი იმიტომ რომ ბარიერი ბევრად მაღალია ვიდრე 2020 წელს იყო ხო ამ შემთხვევაში ანუ რეალურად გამოვა რომ უამრავი პარტია უბრალოდ ბარიერს ვერ დაძლევს და მათ აი ეს სხვა სავაჭრო ან თუ მაგალითად 2020 წელს იყო გარკვეული мотиваცია რომ მე რამდენიმე ადგილი მეკუთვნის და მოდი შევალ პარლამენტში ახლა ეგეთი мотиваციაც აღარ იარსებებს ასე ვთქვათ ხო ну რეალურად საქართველოს არის პატარა ქვეყანა მცირე მოსახლეობით და ამ ქვეყანაში 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეიძლება დაახლოებით 95,000 ხმა თუ შენ ხარ პოლიტიკური პარტია და არ ხარ პოლიტიკური კლუბი ამ შემთხვევაში ამ ბარიერს აუცილებლად გადალახავ სინამდვილეში თუ ვინმე ვერ გადალახავს ამ ბარიერს ესენი არიან პოლიტიკური კლუბები სინამდვილეში ხო ვიცით ლელო მაგალითად არ არის პოლიტიკური პარტია ეს არის პოლიტიკური კლუბი სადაც ხაზარაძეს ხავს ნაპოვნი რამდენიმე ბავშვი და ერთად აკეთებენ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკას გახარიასაც ხავს თავის ბავშვები რომლებიც ერთად ასე ვთქვათ არიან გაწევრიანებული მის პოლიტიკურ კლუბში გირჩიც სულ რამდენიმე კაცი ანუ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის რამდენიმე კაციანი დაჯგუფებები, პოლიტიკური კლუბები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ გაშლილი. პოლიტიკური კლუბი რომელსაც თქვენ უბიძგებთ გაერთიანებისკენ. ჩვენ არ უბიძგებთ, არის აქ რაღაც გეგმა, ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ერთი თუ მათ ეშინიათ ბარიერის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ გაერთიანდნენ. და მე საკუთარ თავს არ დააბრალონ ბარიერის ვერ გადალახვა, ხო, გაერთიანდნენ. გაერთიანდნენ, შექმნან ერთობლივი პარტია, დღეს თუ არ აქვთ მათ პარტია, ის გამოც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, კეთილი ინებონ, გაერთიანონ რესურსები და შეეცადონ პარტიის შექმნა. დღეს არც ერთი არ არის პოლიტიკური პარტია, არც ერთს არ აქვს ქვეყნის მასშტაბის სტრუქტურები.
სადონ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, პარტიის ჩამოყალიბება და მერე განაცხადონ პრეტენზია ბარიერის გადალახვას. დღეს არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს არის უბრალოდ ასეთი გეგმა და ჩვენ არაერთხელ ჩამოგვითვლია სუბიექტები. ეს არის ლელო, ეს არის გახარია, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ლომჯარია, ეს არის მელია, გვარამია დაამატეს ახლა ამას. ანუ არის გარკვეული გეგმა, რომ ამ ადამიანებისგან შეიქმნას ერთობლივი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ერქმევა პირობითად მესამე ძალა, თუმცა სინამდვილეში შექმნება, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მეორე ფრონტი. ბუნებრივია ასეთ გეგმას ქართულ საზოგადოებას ვერ მიყედი. თქვენ გახსოვთ, იყო 2016 წელს მცდელობა, რომ ევროპული საქართველო გაესაღებინათ არანაცმოძრაობად. ხო, როგორ შეიძლება ბოგერია და ჯიაბერაშვილი და სხვები გაასაღო არანაცმოძრაობად. ხო, ჩავარდა ამიტომ ეს გეგმა. შემდეგ იყო ლელოს მცდელობა, 3% დაამთავრა არჩევნები ლელომ. ხო, როგორ შეიძლება ხაზარაძე გაყიდო არანაცმოძრაობად, როცა ბიზნეს რეგრესშიც კი იყვნენ ერთად ჩართული მთელი წლების განმავლობაში. არაერთი გახმაურებული საქმე არსებობს, ხო? მათ შორის ელიტ ელექტრონიკის საქმე, კონსტანტას საქმე, ბენზინის საქმე და ასე შემდეგ, ხო? არსებობს ასევე კონკრეტული ფაქტები, სადაც ნაცმოძრაობის დახმარებით კონკრეტულ ბიზნესებს და ხაზარაძე და ასე შემდეგ, ხო? ანუ როგორ შეიძლება ლელო, ამიტომ ლელო ჩავარდა, ეს პროექტი ჩავარდა, იყო 3%. შემდეგ იყო გახარიას პროექტი, ესეც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გახარია ამტკიცებდა, რომ იყო სატელიტი ჩვენი მართველი გუნდის ბიზინა ივანიშვილის პროექტი და ასე შემდეგ, ესეც ჩავარდა, ხო? აქაც ვერ მოატყუეს რეალურად ქართული საზოგადოება. ასევე ჩავარდება, რა თქმა უნდა, ეს მეოთხე მცდელობაც, რომ ჭყალებში მესამე ძალა შეიქმნას, რომელიც სინამდვილეში იქნება მეორე ნაცმოძრაობა, ანუ ნაცმოძრაობის მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე, აქ დიდი რესურსი არ არის, მაგრამ ეს მცდელობა სავარაუდოდ იქნება. კი ბატონო, მიცით რა, მე მინდა დაუბრუნდე ბოლოს ჩვენი საუბრის ბოლოს, რადგან ვაჯამებთ ისეთ ევროინტეგრაციის საკითხს და კანდიდატის საკითხს, ოღონდ უფრო სხვა პერსპექტივიდან, ხო? ანუ უფრო გლობალური პერსპექტივიდან და არა ჩვენი შიდა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, დაპირისპირებების კონტექსტში. რეალურად ჩვენ ახლა ვართ მოწმენი, ასე ვთქვათ, გარკვეული ცვლილებისა გლობალურ არენაზე, ასე გლობალური წესრიგის ცვლის პროცესში ვართ, ასე ვთქვათ. ანუ გარკვეული ციკლი, რომელიც ჩამოყალიბდა, ესე ვთქვათ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს ციკლი თითქოს თავის დასასრულთან მიდის, ასე ვთქვათ, და სხვა პროცესი იწყება. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს რაღაცა მრავალპოლუსიანი სამყარო, რომელიც ამის შემდეგი არსებობენ უფრო რა, ესე ვთქვათ, პესიმისტი ექსპერტები, რომელიც ამბობენ, რომ უპოლუსო სამყარო იქნება, ანუ რაღაც გარკვეული ანარქია იქნება და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ ანარქიამდე არ მივა და რაღაც წესრიგზე მაინც მოახერხებენ დიდი მოთამაშეების შეთანხმებას, ასე ვთქვათ, ხო? მთავარი კითხვა ამ შემთხვევაში არის ხოლმე და იმ კრიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ევროკავშირის მიმართ ხშირად ისმის, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება ევროკავშირი იყოს, ესე ვთქვათ, აი ამ გლობალურ არენაზე, აი ამ მრავალპოლუსიან არენაზე ერთი მოთამაშე. ერთ-ერთი პოლუსი, ასე ვთქვათ, ხო? როგორ უყურებს ამ საკითხს ქართული ოცნება, მართველი პარტია, როგორ ხედავს აი ამ გადანაწილებას, მე მესმის, რომ ეს აბსოლუტურად რთული ამბავი ამის პროგნოზირება რა მოხდება, მაგრამ რამდენად ხედავთ იმ ძალას ევროკავშირის შიგნით, რომ მას შეძლოს დამოუკიდებელ პოლუსად ჩამოყალიბება აი ამ მრავალპოლუსიან თამაშში. ნუ თვითონ ევროკავშირი დგას, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევების წინაშე ამ ფონზე, რასაც კი ეს ხო გესმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წევრობის კონტექსტში, ხო? რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს სერიოზული გამოწვევები ეკონომიკის კუთხით, თქვენ იცით, რომ არის მძიმე ტენდენცია ახლა უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მათ შორის უკრაინის ომიდან გამომდინარე შეეზღუდა იაფ ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ევროკავშირს და ამან დაამძიმა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სურათი ევროკავშირის ქვეყნებში, ნუ სხვა სირთულეებიც არსებობს. წარმოების პროცესის გადინება, რომელიც ისედაც იყო დაწყებული. ესეც სერიოზული პრობლემაა, მაგალითად კონკრეტული ფაქტებია, ხო, გერმანული ავტოინდუსტრია გადადის სხვა ქვეყნებში თანდათანობით და შემდეგ სერიოზული პრობლემებია, ხო, რატომ? იმიტომ რომ გერმანული ავტოინდუსტრიაც მაგალითად დამოკიდებული იყო
იაფროსულ გაზზე გაძვირდაოდ დაახლოებით გაზის ფასები და შესაბამისად ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები გერმანულ ავტოინდუსტრიაში, იქ მეტალის საკითხები და ასე ბევრი საკითხია ერთად. ევროკავშირი დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, პოლიტიკური კუთხით, ეკონომიკური კუთხით, უსაფრთხოების კუთხით. ერთი პრობლემა ემატება ამას, რომ ევროკავშირი არ არის სახელმწიფო. ანუ გლობალურად თუ შევხედავთ ჩვენ სხვადასხვა სუბიექტს, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, არსებობს დიდი სახელმწიფოები, ხო, რომლებიც არიან გლობალური მოთამაშეები, მათგან განსხვავებით ევროკავშირი არ არის სახელმწიფო და მას არ აქვს საკუთარი მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურები, მას არ აქვს ერთიანი რაღაც პარი თავდაცვის სისტემა, ну ნატო გასაგებია, მაგრამ როგორც ევროკავშირი ძალზე აღებას არ აქვს ერთიანი თავდაცვის უსაფრთხოების სისტემები და ამ შემდეგ ეს რა თქმა უნდა ართულებს დამატებით ევროკავშირის მდგომარეობას. თუმცა ნუ ჩვენ ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ მომავალს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირში დადებითი მიმართულებით წარიმართება პროცესები და განვითარდება ეკონომიკური კუთხით ევროკავშირი და დაიძლევა ის პრობლემებიც, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. რეალურად რო შევხედოთ ჩვენ ციფრებს, ნომინალური ეკონომიკა რო ავიღოთ დოლარში, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა 2008 წლამდე. თუმცა 2008 წლის შემდეგ დოლარში ნომინალური ეკონომიკა კიდევ ერთხელ გაიმეორებ, დამატებით შეიძლება ეს განიმარტოს, დღეს იგივე ნიშნულზეა დაახლოებით რაც იყო 2008 წელს. ანუ გასული ამდენი წელი მანამდე თუ ორჯერ გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა სულ რაღაც 6 წელიწადში, მას შემდეგ არის ერთ ნიშნულზე, რაც ომებთანაც არის დაკავშირებული და ბევრ სხვა ფაქტორთანაც არის დაკავშირებული. ანუ არის სერიოზული სავალუტო ეკონომიკური და სხვა. ხო, მეტიც რამდენიმე ევროპული ქვეყნის წინაშე დღეს რეცესიაც არის კი, ანუ მათ შორის ძალიან განვითარებული ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში არის ეკონომიკური უკუსლა. ну ეს არის დღევანდელი ვითარება, რაც პირველ რიგში ამ ეტაპზე არის დაკავშირებული უკრაინაში. ის რა ოპტიმიზმის საფუძველს პირველ რიგში უნდა იძლეოდეს ორი რამ. ერთი ლიდერშიპი, რომელიც უნდა ლიდერობდეს რეალურად რაღაც პროცესში და მეორეს მხრივ ამ ლიდერშიპის სტრატეგიული ხედვა. ობიექტურად შეგიძლიათ მითხრათ ამ ორი ელემენტის არსებობის შესახებ. ну კიდევ ერთხელ გამერობ, რადგან არსებობს სირთულეები, არსებობს გარკვეული სიუსტეებიც, ну ეს ჩანს, მაგრამ ну საბოლოო ჯამში ევროპას აქვს სერიოზული ტრადიციები, პოლიტიკური ტრადიციები, ეკონომიკური განვითარების ტრადიციები და გამომდინარე იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს რთული ეტაპი საბოლოო ჯამში დაიძლევა და კიდევ ერთხელ დაიწყება ეკონომიკის აღმასვლის პერიოდი ევროკავშირში და მე დეტალში რა თქმა უნდა მე გამიჯერდება შესვლა ჩვენი მხრიდან ცოტა შეიძლება არასწორიც იყოს აქ დეტალებზე საუბარი გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს ეს ევროინტეგრაციის ასე ვთქვათ მიზანი ევროკავშირი არის ის სადაც გაწევრიანებასაც ჩვენ ვესწრაფვით აქ გამომდინარე ჩვენ რომ გამოვიდეთ და ასე ვთქვათ ღრმად შევიდეთ ევროკავშირის სირთულეების ანალიზში შეიძლება არც იყოს ეს სწორი ხო ჩვენ გვაქვს ჩვენი საკმარისი ასე ვთქვათ გამოწვევები, რაზეც უნდა ავიფიქროთ ბუნებრივია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ეს მნიშვნელოვანი საინტერესო ის, რომ ევროკავშირში დაძაბული იქნას სირთულეები განვითარდეს ეკონომიკურად, მათ შორის პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა ეს ინტერესი არსებობს და ნუ ზოგადი ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს დანარჩენი მესმის რასაც ამბობთ, უბრალოდ აქ ორი ინტერესია კიდე. ასე ვთქვათ, რა, ორი პრაგმატული ინტერესია. პირველი ის, რომ თუ რაღაც წევრები უნდა გავხდეთ, ალბათ კარგად უნდა გვესმოდეს იქ რა პროცესი მიმდინარეობს, ხო? მათ შორის თუნდაც მინიმუმ იმის გამო, რომ ამ პროცესის გამოსწორებას თუ რამე შეგვიძლია რომ ხელი შეუწყოთ, იმით ხელი შეუწყოთ. პირველ თეორიულად ვამბობ ამ შემთხვევაში, ანუ სადღაც გვინდა ყოფნა, შესაბამისად იქ რაღაცა გამოწვევებია და ჩვენც იმაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომ ამ გამოწვევებს მათ შორის ჩვენ როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი. მეორე პრაგმატული ინტერესი არის, რომ კარგად ვიცოდეთ იმის შესახებაც ეს გამოსწორებადი პროცესია თუ არ არის გამოსწორებადი პროცესი, იმიტომ რომ სადღაც თუ შევყავით თავი, რომელშიც აღარ არის გამოსწორებადი პროცესი, ესეც საკმაოდ სერიოზული პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს ჩვენთვის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ის არის როგორ მსჯელობთ ამაზე ყველაფერზე, იმიტომ რომ რაც აქამდე გავიარეთ, გულწრფელად გეტყვით, ეს ყველაფერი უფრო ემოციებთან დაკავშირებული პროცესები იყო, ხო და რაღაც პოლიტიკური ინსინუაციებთან, რომ ეს კანდიდატის სტატუსს ახლა მოგცემენ, მერე მოგცემენ, ისე იზავენ, ასე იზავენ, ახლა მოლაპარაკებების სტატუსი დაიწყება და ასე შემდეგ. ანუ მთელი ეს პროცესები, რომელზეც ჩვენ აქამდე შეიძლება ითქვას დროს ხარჯავდით, იყო
დიდწილად ემოციებით, ასე ვთქვათ, დახუნძლული ნაწილი და რაციონალური მსჯელობისგან დაცლილი, ხო? და პრაგმატული გადაწყვეტილებებიდან. აი ახლა მაინტერესებს, როცა ვთქვათ, ერთი ეტაპი ჩვენი ინტეგრაციისა დასრულდა, კანდიდატ სტატუსი მივიღეთ და სად ვიწყებთ, ვისთან ერთად თუნდაც ვიწყებთ რაციონალურ, პრაგმატულ მსჯელობას იმის შესახებ, რა არის ეს ყველაფერი, სად მივდივართ, რა იქნება, რა დაგხვდება რომ მივალთ მაგალითად და ასე შემდეგ. კი, ну, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ერთს უნდა ითქვას, დღეს ევროკავშირის ეკონომიკა არის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, მიუხედავად ამ კრიზისების, რომლებიც გამოიარა ევროკავშირმა მთლიანად და გამერესალ ქვეყნებმა და ну, ახლოს პერიოდშიც, ახლოს წლების განმავლობაშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, შეიძლება იყოს სირთულეები ეკონომიკური, მაგრამ მაღალი ნიშნული შენარჩუნდება, მათ შორის ჩვენზე მაღალი ნიშნული ბუნებრივია. რომ ავიღოთ მაგალითად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი და გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი სყიდულობითი უნარის გათვალისწინებით მათ შორის გერმანიაში დაახლოებით 3-ჯერ უკეთესად ცხოვრობენ ადამიანები ვიდრე საქართველოში. მაგ ლოგიკით ვიმსჯელებთ საუდის არაბეთში უფრო მაღალი მსყიდველთ უნარიანობა აქვს და უფრო მაღალი GDP. ესეც გასაგებია და ნუ მეორე მომენტია რომ რუსეთში და ბულგარეთში ერთნაირად ცხოვრობენ, ხო? რუსეთი არის რუსეთი და ბულგარეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ერთი MŠP აქვს, ერთი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით მათ შორის შესაბამისად ნუ ცხოვრების დონე არის ერთი და იგივე, ხო? ეს მათემატიკური სიზუსტით შეიძლება. ხო, იქით იაპონია, სინგაპური, ბევრი რამე შეიძლება გავიხსენოთ. ნუ უამრავი ფაქტორია ბუნებრივია, მაგრამ ის თქმა მინდა რომ ევროკავშირის ეკონომიკა არის დღეს მაღალ ნიშნულზე და იმ პერიოდისათვისაც, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ევროკავშირის გაწევრიანება, იქნება საკმაოდ მაღალ ნიშნულზე. ანუ ჩვენზე მაღალ ნიშნულზე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს იმ დროისათვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენთვის ასეც და ისეც ეკონომიკურად მათ შორის საინტერესო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. დანარჩენი იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ევროკავშირის ეკონომიკა, ჩვენ სუბიექტურ ინტერესშიც არის, ხო, ევროინტეგრაციის მიზნიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდისათვის, როცა ჩვენ უკვე გვექნება რეალური პერსპექტივა გაწევრიანების, ევროკავშირის ეკონომიკა იქნება დღევანდელზე ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზე. თუმცა ნახოთ დავუდოთ პრობლემების განვითარებას. კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ და ამასთან ერთად მოგილოცავთ დღესასწაულებს, რომელიც ჩვენს მაყურებელსაც მიულოცავ.